მოგესალმებით, ამ მეცადინეობაში ჩვენ განვიხილავთ ვექტორებს, ვექტორების ფორმირების ხერხებს და ოპერაციებს ვექტორებზე. განსაზღვროთ, რას აღნიშნავს ვექტორი MATLAB-ში. ეს ცნება დაკავშირებულია მასივის ცნებასთან. მასივი ეს არის ერთი ტიპის მონაცემების დალაგებული ნაკრები, რომლებთა იდენტიფიცირება ხდება ერთი ან რამდენიმე ინდექსით. ანუ მასივებს გააჩნიათ როგორც წესი სახელები და შემდეგ ელემენტებს გააჩნიათ ინდექსები. ერთინდექსიან მასივებს უწოდებენ ერთგანზომილებიანს, ორინდექსიან მასივებს ორგანზომილებიანს და ასე შემდეგ. ერთგანზომილებიანი მასივი MATLAB-ში იგივეა, რაც მიმდევრობა მათემატიკაში. ამავე დროს MATLAB-ში შესაძლებელია მასივის ზომის შეცვლა, ან მას შეგვიძლია დავამატოთ ელემენტები, ან წავშალოთ ელემენტები. ანუ მასივებს ახასიათებთ დინამიურობა. ამის გამო ჩვენ მასივების ნაცვლად ხშირად გამოვიყენებთ ტერმინს ვექტორი. ორგანზომილებიანი მასივი MATLAB-ში იგივეა, რაც მატრიცი მათემატიკაში. ამიტომ ორგანზომილებიან მასივებს სწორედ ასე მოიხსენიებთ, როგორც მატრიცებს. პრაქტიკულად უფრო ხშირად გამოიყენება ერთი ან ორგანზომილებიანი მასივები. იშვიათად სამგანზომილებიანი და უფრო იშვიათად უფრო მეტი ინდექსით შეიძლება შეგვხვდეს. MATLAB-ი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მასივებთან ურთიერთობის. MATLAB-ში დასაშვებია ერთგანზომილებიანი მასივები, ორგანზომილებიანი მასივები, მრავალგანზომილებიანი მასივები. მასივის ფორმირება MATLAB-ში შესაძლებელია მინიჭების ოპერატორით. კვადრატულ ბრწყილებში უნდა ჩავწეროთ ელემენტები, რომელიც ამ მასივს გააჩნია. ელემენტებს შორის შეგვიძლია გამოვიყენოთ ჰარი, ან შეგვიძლია გამოვიყენოთ მძიმე. B მასივიც ამ შემთხვევაში იქნება ტრიქონული მასივი. თუ ჩვენ გვინდა სვეტ ვექტორი ჩავწეროთ, მაშინ ელემენტებს შორის უნდა დავწეროთ წერტილ მძიმე. მასივის ელემენტებზე წვდომა შესაძლებელია ინდექსის გამოყენებით. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ A3. თუ ჩვენ ჩავწერდით, MATLAB დააფიქსირებს შეცდომას იმის გამო, რომ A7 ელემენტი პრაქტიკულად არ არსებობს. თუმცა შესაძლებელია ჩავწეროთ მინიჭების ოპერატორი იგივე A7-ისთვის. ჩავწეროთ მაგალითად -12. როგორც ხედავთ, ამ მასივი, რომელიც შეიცავდა 5 ელემენტს, ახლა უკვე შეიცავს 7 ელემენტს და მე-6 ელემენტი MATLAB-მა თავისით დააფორმირა და აიღო ნულის სტოლად. ასევე შესაძლებელია ელემენტების მიდგმა ერთმანეთთან. ანუ შეგვიძლია ჩავწეროთ ესეთი ბრძანება. ჩვენ ორი მასივი ერთმანეთს მივაბით. D-ში ჩაიწერება ჯერ ამ მასივის ელემენტები და შემდეგ ჩაიწერება B მასივის ელემენტები. რადგან მასივის ელემენტები უნდა იყოს ერთი ტიპის, ამ შემთხვევაში ორივე იქნება ორმაგი სიზუსტის. უკვე არსებული მასივიდან შეგვიძლია ინდექსების მიხედვით ამოკრიბოთ ზოგიერთი ელემენტი, მაგალითად ინდექსს მივანიჭოთ ნომრები, რომელიც ჩვენ გვინდა ამოვიღოთ მასივიდან და ახლა მე მინდა რომ I მასივს მივანიჭო A-int. I მასივში ჩაიწერა ამ მასივის ის ელემენტები, რომლებსაც ჰქონდათ შესაბამისი ინდექსები, მესამე, მეხუთე და მეორე ელემენტი ამ მასივიდან. ახლა განვიხილოთ ორწერტილიანი ოპერატორი, რომელიც გამოგვადგება მასივების ფორმირების დროს. ანუ შეგვიძლია ესეთი რამ ჩავწეროთ 1, 2 წერტილი 7. დაფორმირდა მასივი, რომლის ელემენტებია 1, 2, 3 და ასე შემდეგ. საზღვრებია მხოლოდ აქ მითითებული და შეგვიძლია აქ მივუთითოთ ბიჯითს. შეგვიძლია ჩაგვეწერა ერი უდრის -5-დან ბიჯით 2 9-მდე და შესაბამისად მივიღებთ -5, -3. ანუ აქ იგულისხმება, რომ საწყისი მნიშვნელობა აქ უნდა ავიღოთ -5. შემდეგ, რადგან აქ მითითებულია 2, ეს არის ბიჯი, -5-ს დაემატება 2 და მიიღება -3, შემდეგ -3-ს დაემატება 2 და მიიღება -1 და ასე შემდეგ, ვიდრე 9-მდე. 9 არის ზედა საზღვარი. ამ პრინციპით შეგვიძლია დავაფორმიროთ მასივები, შეგვიძლია ჩავწეროთ 1.5 მიათედი, შემდეგ 2 წერტილი, ბიჯი შემიძლია ავიღო 0.0 შეგვიძლია გამოვტოვოთ და 0.1 ჩავწეროთ. ეს იმას ნიშნავს, რომ 0.1 მიასიედია ბიჯი და მინდა რომ ეს იყოს 2-მდე.
აი ესეთი მასივი მიიღება აქ როგორც ხედავთ ფენები არის მოცემული უკვე თითოეული 8 ელემენტად გამოყოფილი. გაჩვენების პრინციპით ორ წერტილიან ოპერატორში იგულისხმება რომ ბიჭი არის ერთი სტოლი. თუ არ მიუთით ბიჭი რამდენია, მაშინ MATLAB-ი ავტომატურად აიღებს ბიჭს ერთი სტოლად. გასწორთ ახლა შემიძლია ჩავწერო ესეთი ბრძანება. R1-ში აიღება R-ის ელემენტები მეხუთედან დაწყებული მე-11-ს ჩათვლით. ვექტორის დაფორმირება შესაძლებელია ასევე შემთხვევითი რიცხვებისაგან. ეს არის ნორმალიზებული, ან 0-დან 1-მდე რიცხვები შემთხვევით აღებული. თუ ჩვენ გვჭირდება n ელემენტიანი ერთგანზომილებიანი დემასივის შექმნა შემთხვევითი რიცხვებით, არა 0-1 ინტერვალში, არამედ რაიმე AB დიაპაზონში, მაშინ შეგვიძლია გამოვიყენოთ ფორმულა D უდრის rand 1 მძიმე n გამრავლებული B-A-ზე და დამატებული A. ერთი იმის მითითებელია, რომ ერთი სტრიქონი გვექნება ამ მასივში, ანუ სტრიქონ ვექტორი გვექნება და n ელემენტი. მაგალითად, 7 ელემენტიანი მასივი შევქმნათ და დიაპაზონი იყოს -9-დან 12-მდე. მაშინ ფორმულის თანახმად გვექნება, რომ D უდრის rand 1-დან 7-მდე 12 -9 +-9. შეგვიძლია ეს ვნახოთ. მივიღეთ D მასივი 7 ელემენტიანი, რომლის ელემენტებიც არის -9-დან 12-მდე დიაპაზონში. მასივების შექმნის კიდევ ერთი გზა არსებობს. ეს არის line space ფუნქცია და მისი სინტაქსი არის y უდრის line space a მძიმე b ან y უდრის line space a მძიმე b და n, სადაც a და b ეს არის ინტერვალის საზღვრები. რა ინტერვალშიც მინდა რომ ეს მასივი დაფორმირდეს. მაგალითად, c უდრის, ვთქვათ, საზღვრები ავიღოთ 15-დან 80-ის ჩათვლით. ასეთი ბრძანება შექმნის C მასივს, რომელსაც ექნება 100 ელემენტი და ეს ელემენტები იქნება 15-დან დაიწყება და 80-ის ჩათვლით დიაპაზონში. პირველი ელემენტი იწყება 15-დან, ანუ მონაკვეთი 15-დან 80-მდე 100 ნაწილად გაიყო და მივიღეთ შესაბამისად 100 ელემენტიანი C მასივი. თუ ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ იგივე დიაპაზონში, ვთქვათ, 7 ელემენტიანი მასივი, მაშინ უნდა დავუწეროთ ბოლოში პარამეტრი 7. უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ line space ბრძანების გამოყენებისას მიიღება ზდადობით დალაგებული მიმდევრობა. ახლა ვნახოთ არითმეტიკული ოპერატორები, რომელიც შეიძლება შევასრულოთ ვექტორებზე. ვთქვათ, გვაქვს ორი ვექტორი V1, V2 და თუ მე მინდა რომ V1 ვექტორს დავუმატო რაიმე სკალარული სიდიდე, შეგვიძლია პირდაპირ ჩავწეროთ. ასევე შეგვიძლია გავამრავლოთ და გავყოთ, გამოვაკლოთ ერთი და იგივე რიცხვი. შეგვიძლია V1 და V2 შევკრიბოთ. ხადია ერთნაირი სიგრძის უნდა იყოს V1 და V2. შეგვიძლია გავამრავლოთ. ოღონდ გამრავლება შესაძლებელია ელემენტების მიხედვით. თუ ჩავწერდით უბრალოდ გამრავლებას, MATLAB-ი დააფიქსირებს შეცდომას. თუ ჩავწერთ, მაშინ V2-ის ელემენტები აიყვანება მეხუთე ხარისხში. წერტილიანი ოპერაცია საზოგადოდ აღნიშნავს ოპერაციას ელემენტების მიხედვით. თუ გვინდა ვექტორის ელემენტების ჯამი ვიპოვოთ, შეგვიძლია ჩავწეროთ ბრძანება. გამოითვლის V-ის ელემენტების ჯამს. ნამრავლისათვის prod ფუნქცია შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაქსიმალური სამოსარჩევად mat ფუნქცია, მინიმალური ელემენტის სამოსარჩევად ელემენტების დადობის მიხედვით დასალაგებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ sort ფუნქცია. თუ კლებადობით გვინდა ჩავწეროთ, მაშინ შეგვიძლია ჩავწეროთ ბრძანება. შეგვიძლია გამოვთავოთ მასივის ელემენტების შესაბამისი კოსინუსები ან სინუსები. მაგალითად, შესაბამისი კოსინუსები იქნება ჩაწერილი არგუმენტების მიხედვით.